დემონიზაცია, რომელიც მოხდა, თქვათ, ესეც არაბუნებრივი დემონიზაცია მოხდა, იმიტომ რომ იქ იყო ცუდი პროცესები, რომელი ხელისუფლების დროს არ არის ცუდი პროცესები, მაგრამ იყო ძალიან დადებითი პროცესებიც. სწორედ აი რუსული პიარის მეშვეობით ის დადებითი აბსოლუტურად საზოგადოების ცნობიერებამდე არასაკმარისად არის გაცნობიერებული. ადამიანის უფლებებში, რა თქმა უნდა, იყო რაღაცები, რაშიც ჩვენც არ მოგწონდა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, იმასთან შედარებით, რაც შემდეგმა ხელისუფლებამ გააკეთა. რა შედარებაა, ისინი სხვათა შორის ნამდვილად არ თვლიდნენ, როცა დასავლეთი რაღაც უკმაყოფილებას გამოხატავდა და აძლევდა მათად შენიშვნებს, ხიშტებით ამას არ ხვდებოდნენ, არ ლაძღავდნენ მათ და ითვალისწინებდნენ მათ შეხედულებებს. ნამდვილად არ ყოფილა წინა ხელისუფლების აპოლოგეტი, მაგრამ ის რაც 12 წელს განახორციელა კრემლმა, იყო ის რაც ვერ შეძლო თქვა ომის გზით, შემდეგ გააკეთა გარკვეული მანიპულაციებით საზოგადოების ცნობიერებას.